შოთამისხეა ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია დღეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შეხვდა და მუდამდე გიშობა ახალი წელი მიულოცა. უნივერსიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და წესდების თანახმად 14 პრეზიდენტის, 3 შოთამისხეა სახელობისა და 25 შიდა საფაკულტეტო სტიპენდიანტი დაასახელა. რექტორმა ასევე სტუდენტებს სოციალური პროექტის 20 კანდიდატი წარუდგინა. წელს უკვე 14 პრეზიდენტის სტიპენდიანტი ყავს და 3 შოთამისხეა სახელობის სტიპენდიანტი, ასევე საფაკულტეტო სტიპენდიაზე წარვადგინეთ 25 სტუდენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნივერსიტეტში პროექტი, რომელიც ხარდაჭერილი გახდა, ეს არის სოციალური დახმარების პროექტი. მინდა გითხრათ, რომ წელს მობილობით გადმოსული დაახლოებით 400 სტუდენტისთვის 150 ლარიან პაკეტს მოეწერა ხელი სოციალური დახმარების, ხოლო ახლა გავაკეთეთ მრავალშვილიანი, ასევე ოჯახიდან 2 სტუდენტის შემთხვევაში სოციალური დახმარება, პლუს საფაკულტეტო, ასევე სოციალური დახმარების 7000 ლარიანი პროექტი იქნა ხელმოწერილი დღეს. ასე რომ დახმარება გაწეული იქნა 25 სტუდენტზე ასევე და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ პატარა სასწავლებლისთვის, 3 წლის ისტორიის მქონე სასწავლებლისთვის არის აუცილებლად მნიშვნელოვანი პროექტები. შოთამისხეა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც დღეს სტიპენდიანტები გახდნენ და სახელმწიფოსგან საჩუქრის სახით ყოველი თვის ბოლოს 150 ლარს მიიღებენ, საკმაოდ მოტივირებულები არიან და ამ წარმატებას რექტორს თეონა ხუფენიას უმადლიან. ბედნიერი ვარ დღეს, მნიშვნელოვანი დღეა. მოვხდი 14 სტუდენტს შორის, მივიღე პრეზიდენტის სტიპენდია და ძალიან მიხარია. ქალბატონმა თეონამ დამასახელა როგორც პრეზიდენტის სტიპენდიანტი, მთლიანად უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტიპენდია გადმოეცა 14 ახალგაზრდას, ასევე შოთამისხეა სახელობის და ასევე ფაკულტეტების მიხედვით. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივი არის, რომ ატარებ შოთამისხეა ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და ზოგადად შოთამისხეას სტიპენდიანტის სტატუსს და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვხდი ქალბატონ თეონა ხუფენიას უნივერსიტეტს, ჩემს პროფესორ მასწავლებლებს, რომლებმაც წარმოადგინეს და მნიშვნელოვნებს, რომ მე ვარ საუკეთესო სტუდენტი. შოთამისხეა სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრაზე დღეს ასევე საუბარი შუალედურ გამოცდებსა და სემესტრის მანძილზე მიმდინარე სასწავლო პროცესებს შეეხო. უნივერსიტეტის საახალწლოდ გრანდიოზულ შოუ პროგრამას გეგმავს.